მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. მიდის ლუსტრაცია თუ ვინ არის მეხუთე კოლონა, ანუ ვინ დგება ბრიუსელის მხარეს, ლონდონის მხარეს, უკრაინის ხელისუფლების მხარეს და არ დგება ქართველი ხალხის მხარეს. ეს განცხადება პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეხუთე კოლონის ლუსტრაცია ორი თემის გარშე მოხდება. ეს არის სანქციების მოთხოვნა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. დიდი ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოზიტივის სანქციების თემაზე დასმული შეკითხვის პასუხად პაპუაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მეხუთე კოლონის სახით საკმარისი ხალხი ყავთ დაქირავებული. სახელები და გვარები ვიცით, ზეპირად ვიცით, ვინ არიან ისინი და ვინ კერავდნენ ამ საქმეს. მედია კოალიციები ჩუმად რომ არიან, რატომ არიან ჩუმად? იმიტომ რომ ისინი არიან ამ დანაშაულის ქართულ მედიაზე თავდასხმის მონაწილენი, აცხადებს პაპუაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე აღარ წარადგენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განმარტა, ანგარიშის წარდგენა მომდევნო სასესიო კვირაში გადაიწევს. პაპუაშვილის განმარტებით, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის გამო გადაიდება. მთავრობაც დაკავებული იქნება ამ ვიზიტის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა შემდეგ კვირაზე გადაიწევს, თუმცა ანგარიში აუცილებლად იქნება და საინტერესო იქნება მოსასმენად, განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაითმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტყებიუქს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს და დეტალურად მიმოიხილეს გაეროს სააგენტოებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძემ 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს. ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წინადადებების თანახმად საბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეარჩია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება იმედისა და პოზიტივის დასანქცირებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას. უწყების ცნობით მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ ლონდონს თბილისიდან მიეწოდება. ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოზიტივისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული. მისივე თქმით, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა ხდება, ეს კითხვებს აჩენს და არ ეშინიათ ამ კითხვების დასმა. ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში და რეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართულ საერთაშორისო მედიაში და კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, კითხვებს აჩენს, არ გვეშინია ამ კითხვების დასმა. მისივე თქმით, ბრიტანეთის მხარესთან მუშაობა გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლით დედა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.მ. ბრალდებული სახით დააკავეს. პოლიციამ ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ნივთმტკიცება დამოიღო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის შესახვედრად და ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტმა Sky News განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ომის დასრულების ძალა, მაგრამ მოსკოვზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს. შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ფიქრობენ და მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ისინი ნამდვილად ახდენენ ზეწოლას პუტინზე, მათ შეუძლიათ შეაჩერონ ეს ომი, აღნიშნა ზელენსკი. ტერიტორიებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კერძოდ უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ სლავიანსკის და კრამატორსკის ტერიტორიების ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს მოლაპარაკებებში წითელი ხაზი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. ის აზრი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს, არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს. აღნიშნა ვენსმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის და პრეზიდენტი უცხოური სამხედრო ჩარევების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის რანგში ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ძალებს ხელმძღვანელობს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში შესაძლო სამხედრო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ABC News-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა. გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კუპერის გარდა შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელი და ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი დენ კეინი. წყაროების მტკიცებით, თუ ასეთი სცენარი განვითარდება ისრაელის ხელმძღვანელობით ირანის სამიზნეებზე, პირველი დარტყმა არა მხოლოდ დიპლომატიური იძულების ფორმას წარმოადგენს, არამედ ასეთმა დარტყმებმა ასევე შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი, თუ ტრამპი გადაწყვეტს რეჟიმის დამხობის მიზნით გაცილებით ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის გაგრძელებას. შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. დავასრულეთ დღეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შემდეგ. განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.